მოგესალმებით მეგობრებო, ესე იგი რამდენიმე ადამიანს გაუჩნდა ესეთი პრეტენზია ჩემს მიმართ, რომ მე თურმე არ მაქვს იმის უფლება, რომ სასულიერო პირი დავაფიქსირო ეკლესიაში მობილურით და საჯაროდ გამოვაქვეყნო. ეხლა მე მაინტერესებს, ხო, ამის უფლება არ მაქვს ეხლა და მე მაინტერესებს ვინ დააწესა ეს უფლებები და საერთოდ წერია, რომ სასულიერო პირის გასაჯაროების უფლება არ გვაქვს. სასულიერო პირი თავის თავს საჯარო პირად აღიარებს და ეს არის საჯარო პირი, რომელიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს როგორც ფოტოაპარატით, ისე მობილურით. ეხლა მეორე, ვინ ადამიანებს აქვთ იმ უფლებებზე პრეტენზიები, რომელი ადამიანებიც ამ ვიდეოს ნახავენ, ჩემს გუშინდელ ვიდეოს 11 შესაწირი, რასაც ქვია და მე დაიწყებენ იმ უფლებებზე ლაპარაკს, მე რა უფლებები მაქვს. და აქვს თუ არა ეკლესიას უფლება, რომ 11 მასონური ციფრის 5 დადონ ეკლესიაში, როგორც შესაწირი ქაშუეთის ეკლესიაში, სადაც, ესე იგი, ყველა კუთხეში კი არა, 4 კუთხე აღარ კმარად, ყველა კუთხეში თითქმის 3-ზე მეტი შესაწირი დგას. აი ამის უფლებებზე ვინ ლაპარაკობს და ამის უფლებებზე ვინ უნდა ილაპარაკოს? ამის საკითხზე ვინ უნდა ილაპარაკოს და ვინ უნდა გააჟღეროს ეს მედიაში? ფულს რო გადავხდიან მერე? თუ რაიმე უფლებებზე გააქვთ პრეტენზიები, ჩემს მიმართებაში მიდით და უფალთან გაარკვიეთ. რატომ მაკეთებინებს ამას? და ჩემთან მეტი პრეტენზია ნუ გექნებათ. მეორე ის არის თუ არა ეკლესიაში უფლის მსახურება, იმაზე იფიქრეთ უფრო მეტად, ვიდრე ის, ვინც მიდის და პირდაპირ თავზე ადგება როგორც ქრისტე ამბობს, რომ თავზე დაგადგებით როგორც მპარავიო, აი ესე აყენებს ადამიანებს თავზე ჩემი ხელით და ჩემი ფეხით და ჩემი ენით. აი იმ ვითარებაში აგდებს, რომელსაც ქვია მპარავით თავზე დადგომა. და შემდეგ აი ეს ადამიანები თავის თავს რომ აჩენენ როგორი დიდსულოვნები ბჭყალებში არიან, ხო? ბჭყალებში დიდსულოვნები არიან. ის რომ ადამიანს არ სცემენ პასუხს და პროვოკატორს უწოდებენ იმ ადამიანს, რომელიც პირდაპირ ღმერთის ენით ამხელს. ხო და აი ამ ენით რო ამხელს ადამიანი, იმას რო ვერ უმკლავდებიან, მერე პროვოკატორს ეთქვიან და გადი გარეთო ეკლესიიდან აგდებენ. რატომ? და ვიღაცას კიდე ჩემს უფლებებზე აქვს პრეტენზია? შენს უფლებებზე იფიქრე და რაც უფალმა დააწესა იმ უფლებებზე. თუ ვინმეს რამე პრეტენზია გაქვთ. და სასულიერო პირებმა თვითონ მომკითხონ მე. თქვენ ნუ გამოხტებით ხოლმე წითელი გოჭივით თუ ლოტოს კოჭივით და ნუ დაიწყებთ ხოლმე ეგ ვიღაცების დაცვას. თუ სასულიერო პირებს არა აქვთ თავიანთი ენა და ის ტრაკი უკაცრავად და შესაძლებლობა რომ დაიცვან თავის თავი. როგორ დაიცავენ თავის თავს, როცა ყველაფერში ჩაჯამულები არიან? 2-1-ზე იბრძოდა აი ამ ქაშვეთის ეკლესიაში ჩემს წინააღმდეგ და შემდეგ ქილიკით და მუბინგით და იმით დაამთავრეს. ირონიულად, იგნორით. ეს იყო ქრისტიანული. ამათ აქვთ იმის უფლებები, რომ მე დამამობინგონ, დამაფულინგონ. მაგათ აქვთ ეგ უფლებები? მაგათ აქვთ ეგ უფლებები, როდესაც ადამიანი შემოდის და კითხულობს ეკლესიას ესე უჭირს, რომ 11 შესაწირი დადგას ეკლესიაში, რომელიც გარეთ უნდა იდგას წესით, ქრისტეს წესით და კანონით? წედიშვილო წაიკითხეს ახარება წესიერად. აი ეს არის მაგათი პასუხი, რომელიც თვითონ არ აქვს წესიერად წაკითხული, თორემ მაგას ხომ დაინახავდნენ, რომ გარეთ უნდა იდგეს ეს შესაწირი და არა შიგნით. თანაც 11 ჩერჩეტები ეგენი. ეხლა რაც შეეხება უფლებებზე ვილაპარაკოთ. ადამიანი, რომელიც ქრისტეს ემსახურება და მეორე ხრივ მოდის და რაღაცა მჩხიბაობს, ნუ რას უკაცრავად და ნუ გეგონებათ, რომ თქვენ არ მოკითხავთ ღმერთი რა.
გუშინ ჩემს სახლში ისევ რაღაცა ჯადო ვიპოვე. ნეტა ვისი გაკეთებულია? გეშინოდეს. ვინც ამას აკეთებ? მე ვიცი ვინც ხარ. ვიცი რომლის გაკეთებულიც არის. ასეთ ადამიანებს სიდონებში არაფერი დაესაქმებათ. სიდონიდან ისინი ეგრევე გავარდებიან. იცოდეთ. ხო და მერე პრეტენზია ნუ გაგიჩნდებათ. რატომ არ ვართ სიდონშიო? ვიცი, რომ თავს ზევით ძალა არ გაქვთ და დავალებებს იღებთ იმ მაღალ ჩინოსნებისგან, რომლებიც თქვენ გავალებენ და ჩაჭერილი ყავხართ ყურებში. ვიცი. ამიტომ ძალიან სასტიკი არ ვიქნები თქვენს მიმართ. მაგრამ ის რაც მოგეკითხებათ, ღმერთისგან მოგეკითხებათ, იცოდეთ. გაიგეთ, ხო? ჯადოებს თუ ეკლესიებში მატარებს ღმერთი და მაძებნინებს, ჩემს სახლშიც მომაძებნინებს. ხო და ესეთი რამე მოხდა გუშინ. ჩემს სახლში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ ღილზე იყო ეს ჯადო გაკეთებული. გული არ გაგისკდეს ამას რომ მოისმენ ის, ვინც გააკეთა. შენს სახელს და გვარს კიდე დაგინდობ და არ გავაჟღერებ, გესმის? კრინტი ხმა არ გავიგო მერე, რატომ ამომშალეს სიდონიდანო? თუი თქვენს ქრისტიანობას. თქვენ ვერ წარმოიდგენთ. რამხელა ზეგავლენა აქვს სისტემებს საქართველოს მოსახლეობაზე. როგორ აიძულებს საქართველოს მოსახლეობას ჩაიდინონ ესა თუ ის მზაკვრობა, ასევე აიძულებს საპატრიარქო პირებს ჩაიდინონ ესა თუ ის მზაკვრობა და ბრმებს, რომლებიც ვერაფერს ვერ ხედავენ, პრეტენზია აქვს ჩვენს მიმართ. ღმერთმა თვალები გაგინათლოთ და ღმერთმა გიხსნათ იმ სისტემებიდან, რომლებაც ჩაგიჭირეს ყურებით. ამინ. მე თქვენზე არ ვარ გაბრაზებული. მე ვერავინ ვერაფერს დამაკლებს. ვერც თქვენი ჯადოები და ვერც ეკლესიის ჯადოები. ვერავინ ვერაფერს დამაკლებს, თუ ეს მამა ზეციერის სურვილი არ იყო. და მამა ზეციერი თუ ინებებს, იყოს ნება მისი. მამა ზეციერი არ მჩხიბაობს. მამა ზეციერი არ მათხოვრობს, როგორც დღეს სამოციქულო ეკლესია მათხოვრობს. არ მათხოვრობს მამა ზეციერი ასე. არ ვგავართ ამით მამა ზეციერს. გუშინ პატარა სამებიდან გამოვედი და ვეუბნები იქ მჯდარ მღვდელს. რას ფიქრობთ? სინაგოგაში ვიყავი მე გუშინ. და იქ არაფერი იყიდებოდა, მაგრამ ой საკვირველება ჩვენს ეკლესიაში იყიდება სანთლები. და იცით რა მიპასუხა? სინაგოგას მთავრობა აფინანსებსო და ჩვენ არავინ არ გვაფინანსებსო. ჩვენ მესანთლე ყავსო, იქ დამლაგებელი ყავსო, იქ მორჩილი ყავსო, ის ყავსო, ის ყავსო და გჭირდებაო ეს ფულები. მე თქვი ქრისტეს ვინ აფინანსებდა? აღარ მახსოვს მაგაზე რა მიპასუხა. მაგრამ თავის გამართლება დაიწყო და მე ვუთხარ იმას, რომ მე კი არ გეჩხუბებით, მე გეუბნებით იმას, რომ ამ საქციელით ჩვენ ქრისტეს ვურჩობთ. არ მიჩხუბია ამ კაცთან. იმიტომ რომ მივხვდი, ძალიან კარგად ესმის, რასაც ვლაპარაკობ, უბრალოდ სხვა გზა არ აქვს. და მე მინდა რომ ეს სხვა გზა გაჩვენოთ თქვენ, რომ არსებობს სხვა გზა. არსებობს თავდახსნის გზა, რომლისგანაც შეგიძლიათ დაიხსნათ თავი. მიენდეთ უფალს, არ გჭირდებათ ფულები, თქვენ გჭირდებათ უფალი და არა ფული. ფუ ლის კი არა. ფუ მამონას. ლი არის მე-40 ასობგერა და ის მამის წიაღშია. და როდესაც ას დავაკავშირებთ ლისთან, ის არის ალი. ცეცხლსა ზედა ამავალი სული და რომელისგან
ქრისტე მოგუნათლავს და სწორედ ამ ცეცხლზე იყო საუბარი, როცა იოანე ნათლისმცემელი ნათლავდა წყლით და ამბობდა, მე წყლით გნათლავთ და მოვა ის, ვინც მოგნათლავთ ცეცხლით. აი რა ცეცხლზეა საუბარი და თქვენ ამას აფურთხებთ ყოველთვის და ეკლესიაში შეგაქვთ ფული? გადაარქვით, სხვა რამე მაინც დაარქვით. მერე ვიღაცა იტყვის, როგორ აგრესიულად ლაპარაკობს. იცით რას აკეთებს? დედა როდესაც ბავშვი არიგებს, ერთხელ ეტყვის, ორჯერ ეტყვის, სამჯერ ეტყვის და არიგებს. იცით რას აკეთებს დედა? ჯერ ყვირის და თუ კიდე არ ესმის, მერე წკეპლას აიღებს და წკეპლით სცემს. ხო და ეხლა ყვირილის დროა და თუ ესეც არ გაიგეთ და თუ ამასევაც ვერ იგებთ, ხო და მოვა მამაზე ციერი და წკეპლით გცემთ. და წკეპლით ცემა არ არის ის წკეპლით ცემა, რომელიც წკეპლზეც ჩვენ ბავშვობაში გვაქვს გამოცდილი. ამ წკეპლით არ გცემთ. სხვა წკეპლები აქვს მამაზე ციერს. სინაგოგაში უფრო მეტ პატივს ცემენ ქრისტეს სიტყვას, ვიდრე მართლმადიდებლურ სამოციქულო ეკლესიაში დღეს. დღეს არის 2025 წელი. ივნისი. ქრისტეს შობიდან გასულია 2325 წელი. არა, 2325 წელი არა. 338 წელს არის ქრისტეს შობა, ქრისტეს ჯვარცმა, ესე იგი 330 წელი და 330 წელს დაიწყო ახალი დროის ათვლა. ესე იგი გამოდის 2025 წელს გამოვაკლოთ 338, აი ეს არის. ახალი დროის ათვლა არ დაწყებულა პირველ საუკუნეში. ახალი დროის ათვლა დაიწყო 300 წლით ადრე. ხო, ესე გამოდის. ქრისტეს შობიდან არა, მაგრამ ახალი დროის ათვლიდან არის 2325 მიუმატეთ, რამდენია? 2003 ვერ ვანგარიშობ ეს სწრაფად. 25-38 მიუმატეთ 62, ხო? არა, 63. ესე იგი გასულია 2363 წელი. 2363. 2363. 5-8. Okay. ესე იგი, მაგრამ ჩვენ უნდა გამოვაკლოთ 38-25. ესე იგი გამოდის, რომ 2025-ს ჩვენ უნდა გამოვაკლოთ 338 წელი. რამდენი გამოდის? დაიანგარიშეთ აბა სწრაფად. დამიწერით. ვიღაცა მეუბნება, გუშინო იმას რო ელაპარაკეო იმ ბიჭსო. მონაზონი რო გონიაო თავიო. ჯერ ეგრეთიც არ უთქოს რომ მონაზონი ვარო ამ ბიჭს და არც იმის ზეგავლენის ქვეშ რომ მოიქეციო. თქვენ ფიქრობთ რომ მე ვინმე ზეგავლენის ქვეშ მოვიქეცი, მით უმეტეს გამვლელის ზეგავლენის ქვეშ? და თქვენ თუ ფიქრობთ რომ მე ადამიანებს რო ვესაუბრები, რომლებიც ცოტა სხვანაირები არიან, ის ზეგავლენის ქვეშ მოხდენა არის? ამას ფიქრობთ თქვენ? და ვინმე ფიქრობს რომ მე ვინმეს ზეგავლენის ქვეშ მოვექცევი?
თუ ვინმე ამას ფიქრობს, აი ამ გვერდიდან დაიკარგეთ და გაქრით. გესმით? ორიათას 25 გამოვაკლოთ 338. სწორედ გამოვითვალე 1677 წელია? ეხლა? რატო 1687 რატო? ხო, კი, ეგრეა. 87 კი. ათას 1687 წელი არის ეხლა, ქრისტეს შობიდან გასული. 1687 წელი არის ქრისტეს შობიდან გასული. ხო? არა, ხო, 1000 და ეხლა გამოვაკლოთ ამას 33. ქრისტეს შობიდან, ჯვარცმიდან, ხო, 1687 წელი არის ჯვარცმიდან გასული, მაგრამ ქრისტეს შობიდან კიდევ გამოვაკლოთ 33 წელი, იმიტომ რომ ასე არის, რომ 33 წლის აცვეს, მაგრამ მე მგონია, რომ 38 წლის აცვეს ჯვარს. ვთქვათ ესე, გამოვაკლოთ ჯერ 33, ამას იქნება 1644 1654 და თუ უნდა გამოვაკლოთ 58, მაშინ იქნება 1649, ხო? ასე და ფუცი მოჭირდება. ხო, არა. რა უნდა გამოვაკლოთ 1650 უნდა გამოვაკლოთ კიდე. ორმოცდა 4-ს გამოვაკლოთ 8 იქნება 46. 1646 წელს. აჰა, ეს უკვე სხვა რამეს მეუბნება. 1654-ია, როცა გამოვაკლებ 33 წელს ლარისა. მაგრამ როცა გამოვაკლებ 1687 წელს, 38 წელს, რამდენი წლისაც იყო ქრისტე, როცა აცვეს ჯვარს, თუმცა ამბობენ, რომ 33 წლის იყო, მე არ მგონია, რომ 33 წლის იყო, იმიტომ რომ არ ჯდება რაღაცეებში. მაგრამ ჯდება, ამას კიდე გამოვაკელი 8 არის 1646. 1646 უკვე გვაძლევს სხვა ციფრს. და სხვა ციფრი გვაძლევს სხვა სიტყვას. არა, 1629 არა, 1649
87-ს უნდა გამოაკლო 38. არა. 38 რო გამოვაკლოთ, იქნება 49. 1649 იქნება. შვიდი როა 1 4 9 ანუ ზოგიერთი წყაროს მიხედვით ქრისტე იყო 27 წლის, როდესაც მას გაუჩნდა პირველი გოგო. ზოგიერთი წყაროს მიხედვით მაგდალინელი ორსულად იყო როდესაც ქრისტე ჯვარს აცვეს. მაგდალინელი იყო ქრისტეზე 2 წლით უფროსი. 2 ან 3, ესე 2-3 წლით უფროსი. ხო, 1659 არის, ხო? ხო, 1659, 1697. 1654. ტურინის სუდარის მიხედვით ქრისტეს ასაკი არ შეეფერება იმ გამოსახულებას, რომელიც არის ტურინის სუდარაზე ასახული. ანუ ქრისტე გაცილებით უფრო ასაკიანი იყო, ვიდრე 33 წელი. ეხლა მე რატო გეკითხებით, იცი ამას? ქრისტეს დაბადების წელი იცოდა მხოლოდ მარიამმა, ღვთისმშობელმა მარიამმა, ხო? მოგვები რომ მიდიან მეფესთან და ეუბნებიან რომ მეფე დაიბადაო. მაშინ ხო ყველას გაწყვიტავენ. აი ეს რომელი წელია, რომელი წელიც არის, სულ არ ემთხვევა პირველ საუკუნეს. 200 მასიურად პატარა ბავშვების გაწყვეტა ემთხვევა გაცილებით ადრეულ საუკუნეებს.
უფრო სწორედ იმ პირის მეფობა, რომელზეც არის საუბარი ჰეროდეზე, ხო? ჰეროდეს მეფობა არ ემთხვევა პირველ საუკუნეს. ჰეროდე არ მეფობდა პირველ საუკუნეში. და თუ ჰეროდე არ მეფობდა პირველ საუკუნეში და გაცილებით ადრე იყო ეს ამბავი, მაშინ ქრისტე 33 წლის ვერ იქნებოდა. მე ერთ რამეს მივხვდი ქართლის ცხოვრების წაკითხვის შემდეგ, რაც ქართლის ცხოვრების წაკითხვა დავიწყე, რომ ეს ამბავი, ქრისტეს ამბავი მოპარული აქვთ ვიღაცეებს, ეს ამბავი მოხდა საქართველოში, მართალი კაცის მოკლა მოხდა საქართველოში, რომელსაც ერქვა უფალი და შემდეგ აი ამ ისტორიას მოარგეს როგორც თვითონ სურდათ ის რაღაცეები და აღწერეს ისე როგორც თვითონ სურდათ. პავლეს ხელით. მერე სხვადასხვა წერილები შეკრიბეს, ეხლა რასაც გეუბნებით არის ეხლანდელი, ეხლა ამ წამს გენერირდა ჩემთან ეს ინფორმაცია. შეკრიბეს სხვადასხვა წერილები, რომლებიც არსებობდა საერთოდ ქრისტეს სწავლებების, ანუ ამ მართალი კაცის სწავლებების და აქედან შეთხზეს სიმონი, მათე, მარკოსი და 4 აპოსტელი, 4 მახარებელი. შეთხზეს. რაც არ აწყობდათ, მაგდალინელის წერილები, იუდას წერილები, მარიამის წერილები და ასე შემდეგ უამრავი. მათეს წერილები და ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი გადამალეს სადღაცა. ახლა სადღაცა ვატიკანის თავია, ხო? გველის თავი. და რაც კი შენახული იყო, იმიტომ რომ იმ პერიოდში, ესე იგი, წერილებს მალავდნენ და ეხლა რაც ნახეს მწყემსებმა, ეხლა ეს წერილები და გამოვიდა ესენი გარეთ, ხო? ისიც აკითხავია მწყემსებმა ნახეს, თუ ვითომ მწყემსებმა ნახეს და ამათმა გამოუშვეს ის წერილები გარეთ, რომლებიც უნდა გამოვიდეს, თორემ მაგათი დანგრევაა მთლიანად. ანუ ვალდებულები არიან, რომ გამოუშვან ეს წერილები. და ეხლა ნახე რა გააკეთეს. ყველაზე მთავარი წერილი მარია მაგდალინელის სახარების. პირველი 3 თუ 4 თავი მოაკლეს. ვითომ მაინც მარტო მაგდალინელის წერილები დაიკარგა ის წინა თავები. და იწყება გაურკვევლად იქიდან, საიდანაც ვერ გამოიტანა აზრს, მაგრამ გონიერი ადამიანი აზრს გამოიტანს. ქართლის ცხოვრებაში ყველაფერი გვიწერია. მე მაქვს კითხვა. რატო არც ერთი სასულიერო პირი არ შეისწავლის ქართლის ცხოვრებას? რატო არც ერთი მეცნიერი არ შეისწავლის ქართლის ცხოვრებას და გადმოსცემს იმ სახით, როგორი სახითაც უნდა გადმოიცეს ქართველ ერზე? რატომ არც ერთი თეოლოგი არ აკავშირებს ქართლის ცხოვრებას და ბიბლიას ერთმანეთთან, იმიტომ რომ სახელი და გვარებით, დასახლებებით და მათი სახელებით ერთმანეთს ძალიან ბევრი რამე ემთხვევა. რატომ ამ საკითხზე არ მსჯელობს არც ერთი სასულიერო პირი, არც ერთი თეოლოგი, არც ერთი მეცნიერი და არც ერთი პეტრე პავლე? რატომ? დებილები გონი ვართ? ვერ ამოძირკვავ იმას, რაც ღმერთმა შექმნა, ვერ ამოძირკვავ სატანავ. ამიტომ გირჩევნია შენი ადგილი იპოვო და დაემორჩილო უფალს. და როდესაც უფალს დაემორჩილები, მე შენი ადგილი გექნება. და იქნები ერთ ადგილზე მოკუნტული. მაგრამ იცოცხლებ. და თუ არ გინდა სიცოცხლე, მაშინ გააგრძელე იმას, რასაც აკეთებ. და გაქრები.
ახალი ტომი გამოვიდა ქართლის ცხოვრების და არ ვიცი რამდენად სუფთად არის გადამუშავებული, რამდენად არაშეცვლილია ეს ახალი ქართლის ცხოვრება. და ძველი ქართლის ცხოვრება, რომელიც ბიბლიოთეკაში დევს და ყველას აქვს ხელმძღვანელობა მასზე, აი ამ საკითხის დაცვა უნდა მოვითხოვოთ, რომ ეს ძველი ქართლის ცხოვრება ხელშეუხებელი დატოვონ. იმიტომ რომ ახალი ქართლის ცხოვრების მიხედვით რამდენიმე ტომი არსებობს, 5 ტომი, პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე, მაგრამ ძველი ქართლის მიხედვით, ძველი წერილების ქართლის ცხოვრების მიხედვით არსებობს 3 ტომი, პირველი, მეორე და მეოთხე, მესამე არ არსებობს, მესამე გააქრეს, მესამე არ ვიცი სად ჩაკეტეს, მაგრამ საკითხავია რა წერია ამ მესამეში ისეთი, რომ ამის გაქრობა დასჭირდათ. ჩვენ ამაზე უნდა ვიფიქროთ. და მე ვფიქრობ, ხომ არ არის მესამე შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსანი. მესამე წერილი ხომ არ არის, მესამე ტომი შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსანი ხომ არ არის. რომელიც ისევ და ისევ შეფარულად არის რა, როგორც მესამე ტომი. იმიტომ რომ შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსნიდან ამოაკლეს იქ ბევრი ნაწერი, როგორც მე ვიცი. და ვითომ მისი სახელი და გვარი არ ვიცით ვინ დაწერა. ძალიან კარგად იციან ვინ დაწერა ვეფხის ტყაოსანი. ძალიან კარგად იციან. მაგრამ როგორც თამარ მეფის გამოჩენის ეშინიათ, ისე შოთა რუსთაველის გამოჩენის ეშინიათ. თქვენ რა გონიათ, რომ მხოლოდ თამარ მეფე არის აღდგარი? შოთა რუსთაველიც ცოცხალია, რო იცოდეთ. ხო და ამ ორივესი ძალიან ეშინიათ მაგათ. ძალიან. მე დაგემშვიდობებით ეხლა. და გისურვებთ ბედნიერ დღეს. შეიძლება კიდევ შემოგიერთდეთ მერე.